საქართველოს ვიცე-პრემიერის ვიზიტი ჩინეთში დასრულებულია. დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში დღეს დაბრუნდა. რა კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ახალი აბრეშუმის გზის მეგაპროექტში ინტეგრირება. რისი მოლოდინი აქვს ქართულ სამთავრობო გუნდს? ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყოთ. ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური, ტურისტული და ინდუსტრიული ზონებისა და ინოვაციური ცენტრების შექმნა, პირდაპირი ავიარეისების დამატება საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით და რაც მთავარია ჩინური კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდა ქვეყანაში. ამ შედეგებზეა გათვლილი ის შეთანხმებები, რომელსაც ქართულმა მხარემ ოფიციალურ პეკინთან მიაღწია. მიღწეული შედეგები ამ მოლაპარაკების არის ძალიან დადებითი და პოზიტიური ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ჩინეთის სახელმწიფო წაახალისებს ჩინურ კერძო სექტორს და ასევე სახელმწიფო კომპანიებს იმისათვის, რომ საქართველოში გაიზარდოს საწარმოო სიმძლავრეები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ვან იანგთან შეხვედრისას ჩინეთს საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების კონკრეტული საკითხები განიხილეს. შეხვედრა გაიმართა ორ ვიცე-პრემიერს შორის, სადაც ყურადღება გამახვილდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა 2 დღის წინ. აღნიშნული შეთანხმება ხელშეუწყობს ჩინური ინვესტიციების გაზრდას საქართველოში და ასევე საქართველოს ექსპორტის გაზრდას ჩინეთის ბაზარზე. ქალაქ ეფეიში ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017-ის ოფიციალურ გახსნაზე მოხსენებით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის მიმართ, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წარმოადგინა. ამ პროექტში საქართველოს ცენტრალური სატრანსპორტო დერეფნის მარშრუტშია წარმოდგენილი. საქართველოზე გაივლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი აღნიშნული პროექტის, მას ეწოდება ცენტრალური დერეფანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩინური ბიზნესისადმი.